მოგესალმებით მეგობრებო. აი ისევ ერთად ვართ გაკვეთილი მესამე. მოგწონთ? გაკვეთილებს შორის ძალმოსილი განაცხადი გააკეთეთ ჩემთან. კენი, მინდა რომ გაიმეოროთ. რა მითხარით? უბრალოდ ვთქვი, თუ რას უზამდა პასტორის დაუმორჩილებლობა თქვენს ოჯახს, თქვენს ბიჭებს, თქვენს მემკვიდრეობას, თქვენი ედისონის ბავშვებს, მის ქორწინებას, ჯულიზე დაქორწინდებოდა? შენმა ნათქვამმა მთლიანად მომიცვა და გავაცნობიერე, რომ არა მარტო საკუთარ ცხოვრებაზე ვახდენთ გავლენას, არამედ ჩვენს მემკვიდრეობაზეც. ამრიგად დავადგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის უშუალო ძალაუფლების მორჩილება. დარჩენილ 4 გაკვეთილზე მინდა ვისაუბროთ გადაცემულ ძალაუფლებაზე. ჯერ მთლიანად წავიკითხოთ წერილის მუხლები და შემდეგ ისევ უკან დავუბრუნდეთ. რომ ნაწილებად განვიხილოთ, რომელთა მეცამეტე თავის პირველი და მეორე მუხლი. ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას, ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე. პავლე ამ მუხლებში განსაკუთრებით აღნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელობას. ჩვენს ცხოვრებაში არსებობს გადაცემული ძალაუფლების 4 სახე და მე მათ დასახელებას ვაპირებ. პირველია სამოქალაქო და პავლე სწორედ მის გამოკვეთას ცდილობს ჩემს მიერ ახლახან წაკითხულ ტექსტში. ეს იქნება თქვენი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ამას მოყვება ქუჩაში მყოფი საპატრულო პოლიცია. მომდევნო გახლავთ ოჯახი. შემდეგია საზოგადოებრივი ხელმძღვანელობა. ესენია თქვენი უფროსები, მასწავლებლები, მწვრთნელები და ასე შემდეგ. მეოთხე გახლავთ ეკლესიის წინამძღოლები. ნებამიმბოძეთ ვთქვა, რომ წმინდა წერილის მუხლების დიდი ნაწილი, რომელთა ჩვენებასაც ვაპირებ, კონკრეტულად ილაპარაკებს რომელიმე მათგანზე. ზოგადად, არსებობს გამონაკლისი. თუმცა ერთ-ერთის მითითებები სხვა დანარჩენებისთვისაც გამოდგება. ვეცდები რომელიმეზე შევჩერდე, რომელიც დანარჩენების აღსაწერად გამოდგება, სანამ კონკრეტულად არ განვიხილავ დარჩენილ კატეგორიებს. მაშასე დავიწყოთ. წავყვეთ ზუსტად. ყოველი სული. მაშასე თქვენ ხედავთ, რომ ყოველ სულში შევდივართ მე და თქვენ. გამონაკლისი არ არსებობს. ერთ განცხადებას გავაკეთებ. ეს არ გახლავთ რჩევა. რამდენმა თქვენგანმა იცის, რომ ღმერთი რჩევებს არ იძლევა. მისი სიტყვები უნდა ჩავთვალოთ როგორც ბრძანებად, მცნებად, სიყვარულის მცნებები. გაიხსენეთ პავლეს ნათქვამი, რომ ის სიყვარულით შეკრული მონაა. ისინი სიყვარულის მცნებებია, რადგან დანამდვილებით ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდაა. ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას. სიტყვა ემორჩილებოდეს ძალზე საინტერესო სიტყვაა. ეს გახლავთ ბერძნული ჰუპოტასო. რეალურად ეს არის ბერძნული სამხედრო ტერმინი. ეს ნიშნავს მეთაურის ბრძანებაზე არმიის წესრიგით მოწყობას. სამოქალაქო მნიშვნელობით სიტყვა ითარგმნება როგორც მოხალისეობრივი დამოკიდებულება რაღაცისთვის თავდადების, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის აღების ან ტვირთის ტარების საქმეში. ამრიგად, აქ ვხედავთ, რომ ჩვენინებით ვექვემდებარებით წინამძღოლს და მზად ვართ გავაკეთოთ ის, რასაც გვთხოვენ. სწორედ ამაზეა ლაპარაკი წინადადებაში. ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას. ახლა კითხვა გავაგრძელოთ. ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება თუ არა ღვთისგან? გაიხსენეთ რა გითხარით პირველ გაკვეთილზე. ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა, მაგრამ ყოველი ხელისუფლება როდია ღვთისნიერი. არიან უღმერთო წინამძღოლები. არ არსებობს ხელისუფლება თავისთავად და თუ ის არსებობს, მაშასადამე ღვთისგან არის დადგენილი. ახლა განვიხილოთ სიტყვა დადგენილი, რომელიც გახლავთ ბერძნული თასო. დაყენება, დაწესება, განწესება. შეუძლებელია ეს სიტყვა შემთხვევით იყოს გამოყენებული. ნება მომეცით გითხრათ, როდის გავიგე ეს პირველად. ახლა რაღაცის გამხელას ვაპირებ. ჩემს ასაკს გაიგებთ. ახალგაზრდა კაცი რომ ვიყავი, შეერთებული შტატების პრეზიდენტად კლინტონი აირჩიეს 82 წელს. 3 დღე დეპრესიაში ვიყავი. ვგულისხმობ, რომ მესამე დღემდე დეპრესიაში ვიყავი პირდაპირ მნიშვნელობით. ღმერთი ძალზე ნათლად დამელაპარაკა. და მითხრა. ისე ჩანდა თითქოს ღმერთმა მიმიშვა, რომ 3 დღე დამწუხრებული ვყოფილიყავი ჩემს ურჩობაში. და შემდეგ მითხრა, შვილო, ვერავინ დაიკავებს თავის ადგილს, ჩემგან დამოუკიდებლად. მოულოდნელად გონება გამინათდა. ჩემი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა და პრეზიდენტ კლინტონისთვის ლოცვა დავიწყე. ამაზე მოგვიანებით დავილაპარაკოთ. ამრიგად, დადგენას შემთხვევითობასთან არაფერი აქვს საერთო.
არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი. მოდით გავაგრძელოთ რომაელთა წერილის კითხვა. ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება. ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე. ამრიგად, როცა გადაცემულ ძალაუფლებას ეწინააღმდეგებით ღვთის მიერ დაყენებულ ადამიანს, რომელსაც მან ძალაუფლება გადასცა. არსებითად თავად ღმერთს ეწინააღმდეგებით. ვიცი რომ ყოველ თქვენგანს სხვადასხვა სახის კითხვები გებადებათ. ერთი წუთით. თუ ჩემი წინამძღოლი ცოდვის ჩადენისკენ მიბიძგებს რა გავაკეთო? აქამდეც მივალთ. უბრალოდ გამომყევით. ამ ყველაფერზე ვისაუბრებ. ახლა კი ყურადღება მიაქციეთ ფრაზას მსჯავრს დაიტეხენ თავზე. გახსოვდეთ რომ ამას არ გასწავლით როგორც გუნდის წევრების დამორჩილების მოსურნე ადამიანი. მე ვარ პიროვნება, რომელმაც იგივე შეცდომები დაუშვა ძალაუფლების ქვეშ ყოფნისას და თან ორი ძალიან დიდი მსახურების გუნდში შრომობდა. თავად დავიტეხე გარკვეული ფორმის სასჯელები და არც ერთ ადამიანს არ ვუსურვებ იგივეს. გთხოვთ გააცნობიეროთ, რომ ეს გულიდან მომდინარეობს თქვენ და სასიკეთოდ. მე თქვენკენ ვარ. ღმერთი რასაც გვეუბნება თქვენ სასარგებლოდაა და სიკეთე მოაქვს. გავრცელებული კონტრარგუმენტი, რომელსაც გამუდმებით ვისმენთ. კი, მაგრამ ისინი ხომ ბოროტი, სასტიკი და უპატიოსნო ლიდერები არიან. რა გამოხმაურება უნდა გქონდეს ასეთ შემთხვევაში? გახსოვდეთ, რომ ძალაუფლება ღვთისგან არის, მაგრამ არა ქცევა. ძალაუფლება არის ღვთისგან. მას რატომ აძლევს ღმერთი სასტიკ და უპატიოსნო ადამიანს ასეთ ძალაუფლებას? ნება მომეცით ბიბლიური მაგალითი მოვიყვანო. ვინმე ისეთი შევარჩიოთ ჰიტლერის ან სტალინის კატეგორიიდან. ვერ მოვიფიქრე ჰიტლერსა და სტალინზე უფრო სასტიკი წინამძღოლები ბოლო 100 წლის განმავლობაში. ბოროტი წინამძღოლების კატეგორიიდან ერთ-ერთზე ფარაონზე გიამბობთ. ფარაონმა მთელი ერი დაიმონა. ნამცეცებს უყრის და ჯურღმულში აცხოვრებს. ის უდანაშაულო ხალხს მათრახით სცემს. თავის მემკვიდრეობას და თავისი ხალხის მემკვიდრეობას აშენებინებს. მათ კი არაფერს აძლევს. მათ შვილებს გულგრილად ხოცავს. გულისხმობ რომ ის ძალზე ბოროტი ხელისუფალია. მას ღმერთმა დააყენა ის წინამძღოლად. მოდით ამ საკითხზე ვისაუბროთ. გადავხედოთ გამოსვლის მე-19:16 მუხლსა და რომაელთა მე-9:17 მუხლს. ვნახავთ რომ ღმერთი პირდაპირ ფარაონს მიმართავს ამ სიტყვებით. ამისთვის დაგადგინე. ღმერთმა ფარაონს უთხრა, მე მოგეცი ძალაუფლება. ხედავთ ამას? მას როგორ აამაღლა ის ღმერთმა? იმისთვის რომ გაიგოთ როგორ აღამაღლა ღმერთმა ფარაონი, ცოტა უკან უნდა დაუბრუნდეთ აბრაჰამთან. ერთ დღეს ღმერთი აბრაჰამს დაელაპარაკა და ნახეთ რა უთხრა მას. იცოდე, ხიზნებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში. დამონებული და დაჩაგრული ეყოლებათ 400 წელი. მეფე იაკობის ვერსიაში გამოყენებულია სიტყვა დატანჯული. ამრიგად ეგვიპტელები მათ დამონებას აპირებენ. აი რას ეუბნება ღმერთი აბრაჰამს. როგორ მომეწონებოდა ღმერთს ეს რომ ჩემთვის ეთქვა. შენი შვილები, შვილიშვილები და მათი შვილები დამონებული იქნებიან და ავად მოეპყრობიან 400 წელი. წარმოგიდგენიათ რომ ამას 2400 წლამდე მივყავართ. ეს ის ვითარება არ არის სიხარულისგან რომ ახტები და მაინც ღმერთი ამას ეუბნება აბრაჰამს. როგორ მოხვდნენ აბრაჰამის შვილები ფარაონის მმართველობის ქვეშ? ურჩები იყვნენ თუ ბოროტები? მაშინ აბრაჰამის შვილს ისაკს უნდა გადავხედოთ. ის ღვთისმიერი ადამიანი იყო. იაკობმა მერყეობით დაიწყო, მაგრამ ისიც ღვთისმიერი გახდა. მას 12 შვილი ეყოლა და მათგან ყველაზე ღვთისმიერი იოსები გახლდათ. იოსების ძმებს მისი შეშურდათ, ღმერთი მას წინამძღოლობის ამსახველ სიზმრებს აძლევს. ძმები მას ეგვიპტეში მონათყიდიან. ის ეგვიპტეში მიდის და მონობაშია 10 წლის განმავლობაში. მას მბრალს დებენ ისეთ რამეში, რაც არ გაუკეთებია. იოსებს დილეგში სვამენ. იქ ყოფნისას ორი ადამიანის სიზმარს განმარტავს. გაიხსენეთ მთელი ისტორია. ღმერთი ფარაონს სიზმარს ახილვინებს. თუ რა მოელის დედამიწას უახლოეს მომავალში. ღმერთი ფარაონს სიზმარში ეუბნება, რომ იქნება სიუხვის 7 წელი, რომელსაც შიმშილობის 7 წელი მოყვება. ფარაონს არ შეუძლია იმის განმარტება, რაც ღმერთმა აჩვენა. ვიღაც ამბობს, იყო ერთი კაცი დილეგში, რომელმაც ჩემი სიზმარი განმარტა და მართალი გამოდგა. მოდის იოსები და სიზმარს ხსნის. ფარაონი მას მეორე კაცად აყენებს მთელ ეგვიპტეზე. შიმშილობა არა მარტო ეგვიპტეზე მოდის, არამედ მთელ მსოფლიოზე. აბა გამოიცანით, ვის არ აქვს ახლა საკვები. იაკობს, რომელიც აბრაჰამის შვილიშვილია. ის იგებს ერთადერთი ადგილის შესახებ, სადაც საკვები იპოვება იოსების მიერ ფარაონისთვის გაზიარებული სიბრძნის წყალობით. იმის გამო, რომ ღმერთმა ფარაონს სიზმარი აჩვენა, მხოლოდ ეგვიპტეს აღმოაჩნდა საკვები. ამრიგად ისინი ერთმანეთს ხვდებიან და იოსები საკუთარ ვინაობას ავლენს.
აბრაჰამის ყველა შთამომავალი 70 სული. ეგვიპტეში აღმოჩნდა ფარაონის ქვეშევრდომად. რატომ არა ჩვენ აღმერთმა სიზმარი იაკობს? რატომ არა ჩვენ აღმერთმა სიზმარი ისრაელს, რომ ყველა მათგანი გამოსულიყო? გსურთ იცოდეთ რატომ? იმიტომ რომ ღმერთს სურდა ფარაონი გამხდარიყო ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი მთელ მსოფლიოში. მას სურდა რომ ის ყოფილიყო ყველაზე მდიდარი და ძლიერი ამ ქვეყნად. მან ის აღამაღლა. რატომ? აქ მეც რომ მოძღვრებას არ ვასწავლი. მინდა დაინახოთ რას ეუბნება იოსები თავის ძმებს, როცა საკუთარ ვინაობას უმხელს. ახლა ნუ ღარ სწუხარ და ნუ ღარ ბრაზობთ საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმომგზავნა ღმერთმა. თქვენს წინ წარმომგზავნა ღმერთმა ორჯერ გაიმეორა და მერე თქო თქვენ კი არ წარმომგზავნეთ აქ. საერთო ჯამში 3-ჯერ. შესაძლოა იოსები მთლად ჯანსაღა და რაზროვნებს. მე ფსალმუნე იცით რას ამბობს? დააკვირდით. ღმერთმა გაგზავნა კაცი. მას ერქვა იოსები, მათ წინ. იოსები მონად გაიყიდა. რკინით ხეხეს მისი ფეხები. ამრიგად, სწორედ ღმერთმა გაგზავნა იქ იოსები. სწორედ ღმერთმა ჩვენა სიზმარი ფარაონს. რატომ აკეთებს ღმერთი ამას? ამ შემთხვევაში სიბრძნის დანახვა შეგვიძლია. რატომ? ხსნის გულისთვის. ერთი წუთით. ხსნის გულისთვის, რა საერთო აქვს ხსნასთან ამ ხალხის სასტიკ მონობას 400 წლის განმავლობაში? უნდა გაიხსენოთ, რომ იმ დრომდე ღმერთს არავინ იცნობდა აბრაჰამის, ისაკისა და იაკობის და მისი შთამომავლების გარდა. ის კი არა, ზოგიერთმა მისმა შთამომავალმაც კი არ იცოდა 400 წლის შემდეგ, რადგან მოსეს ჰკითხეს, ვინ გამოგგზავნა. რა იყო ფარაონის პირველი სიტყვები მოსეს მიმართ? ვინ არის უფალი, რომელიც მეუბნება, რომ ჩემი მონები უნდა გავუშვა? რატომ უნდა დავემორჩილო მას? 40 წლის შემდეგ ღმერთი მათ ეგვიპტისგან იხსნის. მოდით ჯერ იმაზე ვილაპარაკოთ, რაც 40 წლით ადრე მოხდა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა ეგვიპტეს სასჯელები მოუვლინა, ყველამ გაიგო, ვინ იყო უფალი. ზოგიერთი ეგვიპტელიც კი პატივისცემით ეპყრობოდა მოსეს, რადგან ასე თქვეს, მისი ღმერთი ნამდვილი ღმერთია. მისი ღმერთი ცისა და მიწის ღმერთია. 40 წლის შემდეგ მზვერავები იერიხოში შედიან. რახაბი ამბობს, ჩვენი ქალაქის მკვიდრებს გული შეუწუხდათ შიშით, რადგან ვიცით, რა უყო ღმერთმა ეგვიპტეს. თქვენ შორის ნამდვილი ღმერთია. გავიდა 100 წელი. ყელის მსაჯულობისას კიდობანი გამოიტანეს. როცა ხოფრიმ და ფინხასმა კიდობანი მოიტანეს, მთელმა ისრაელმა ყიჟინა დასცა და ფილისტიმელებმა თქვეს, ეს არის ელოჰიმი. ეს ის ღმერთია ეგვიპტელები რომ გაანადგურა. ის მოხდა, რომ ღვთისსახელი ცნობილი გახდა მთელ დედამიწაზე. ეს იყო აბრაჰამის წინასწარმეტყველების დასაწყისი. შენში იკურთხება ყველა ერი. არის რაღაც, რის გაკეთებაც გვმართებს. ღვთისთვის უფრო მნიშვნელოვანი რამ არსებობს, ვიდრე ჩვენი პირადი კომფორტია. ეს გახლავთ სულების გადარჩენა. იფიქრეთ ამაზე. იესოს თავისი კომფორტი უფრო მაღლა რომ დაეყენებინა, ჯვარზე არასოდეს მოკვდებოდა. სწორედ ამის გამო ამბობს ბიბლია. ის აზრები, რაც ქრისტეშია, იყოს თქვენ შორის. არის დრო და ბევრჯერ ხდება ასე, როცა ღმერთი ხალხს ასეთი ლიდერების ხელქვეით აყენებს. მათი ქცევა ნამდვილად არ არის ღვთისთვის სათნო. არც კი გააიგივოთ მათი ქცევა ღმერთთან, რადგან მასთან საერთო არ აქვს. ერთ დღეს ის ლიდერი განისჭება, რადგან ბიბლიის თანახმად განიკითხება და უფრო მკაცრ სასჯელს მიიღებს. ვინაიდან მას სულები მიანდეს, თუმცა ღმერთმა ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენს ის ლიდერი, რომელ პოზიციაზეც ან საზოგადოებაშიც არ უნდა იყოს. ვგულისხმობ, რომ ღმერთმა დაუდგინა დავითს საული მეფედ. განა ღმერთმა არ დააყენა სამუელი ყელის დაქვემდებარებაში. ესენია ორი ძალზე ღვთისმიერი ადამიანი, ბიბლიის ორი უდიდესი ღვთისკაცი, სამუელი და დავითი. ორივე მათგანს ღმერთმა გახრწნილი წინამძღოლები დაუყენა. თუმცა ისე მოხდა, რომ ორივე თავად ჩამოყალიბდა დიდ წინამძღოლად. ეს არ იყო შემთხვევითი რომელიმე მათგანის ცხოვრებაში და ამაზე ვისაუბრებთ. მოდით ერთხელ კიდევ დავასახელოთ ძალაუფლების კატეგორიები. სამოქალაქო, საოჯახო, საზოგადოებრივი და ეკლესიური. მომდევნო ორ გაკვეთილზე თითოეული მათგანის განხილვას ვაპირებ. მრავალი წლის მანძილზე არაერთხელ გამიგია და ეს ჩვეულებრივი ამბავია ყოველ ჯერზე, როცა ამის შესახებ ვასწავლი და ადამიანებს ესმით. მათი პირველი კითხვა ასეთია: მორჩილება უპირობოა? ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავემორჩილოთ ლიდერის ნათქვამს. და ეს ძალიან კარგია. მინდა მას ნათლად ვუპასუხო, რადგან ვღელავ, რომ ჩვენს გაკვეთილებზე ადამიანებს დავკარგავთ თუ არ გაიგონებენ, რის თქმა მინდა ამ საკითხზე. ან რას ამბობს ბიბლია. გადავხედოთ ებრაელთა მიმართ მე-13 თავის მე-17 მოხლს.
პავლე აქ კონკრეტულად ეკლესიის ხელმძღვანელობაზე ლაპარაკობს, რადგან ფხიზლობენ. ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე. აქ ნამდვილად ეკლესიის წინამძღოლები იგულისხმება, თუმცა მითითება უფრო ფართომასშტაბიანია. მოусმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ. ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი. რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არ აკვნესით, რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის. გახსოვდეთ, რომ ამას წინამძღოლის გამო არ გეუბნებით, ვლაპარაკობ თქვენი გულისთვის. ვინც ხვის დაქვემდებარებაშია და ასეთი ვართ ყველანი. ყურადღება მიაქციეთ მის ნათქვამს. მოусმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ. რამდენმა თქვენგან მაიცის, რომ შეიძლება ემორჩილებოდეთ, მაგრამ არ რჩებოდეთ მათ დაქვემდებარებაში. მახსოვს, როგორ გავიგე პირველად ამის შესახებ. იმ დიდ ეკლესიაში ვმსახურობდი, რომელიც იმ ოლქის ყველაზე ცნობილი ეკლესია გახლდათ. პასტორის აღმასრულებელი ასისტენტი ვიყავი. ეს გახლდათ განდიდებული ტიტული სხვადასხვა დავალებების შემსრულებელი ადამიანისთვის. აქეთ წადი, ის გააკეთე. ამრიგად მე მათ პირად საჭიროებებს ვაგვარებდი. მათი ოჯახის საჭიროებებს. მახსოვს ერთხელ სასურსათო მაღაზიის მანქანების სადგომზე ვიყავი. მათთვის მთელი ოჯახის სამყოფი სურსათი შევიძინე და ავტირდი. ასე ვფიქრობ, ამ ეკლესიაში 8000 ადამიანია. რატომ მერგო პატივი მხოლოდ მე და არა სხვას? რომ ამ ღვთისმდიდებულ მამაკაცსა და ქალს მათ ოჯახს ვემსახურებოდე. ეს თაფლობის თვე მხოლოდ წელიწად ნახევარი გაგრძელდა და შემდეგ დასრულდა. ახლა უკვე კრიტიკულად განვეწყე ჩემი პასტორის მიმართ, რადგან მასთან ძალიან ახლოს ვიყავი. ვფიქრობდი, რომ გაანალიზების უნარი მქონდა, სინამდვილეში კი კრიტიკის თვალით ვუყურებდი. ნებისმიერი შეიძლება გამხდარიყო ასეთი, ვისაც ორი თვალი და ხორციელი გონება ჰქონდა. თუმცა გარჩევის უნარს რაც შეეხება, ფილიპელთა წერილი ამბობს, თქვენი სიყვარული იზრდებოდეს. ყოველივეს აღქმაში. ამრიგად, კი არ გამსჭიდი, არამედ ვაკრიტიკებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ გარჩევის უნარი მქონდა და გულით მართლაც ასე ვფიქრობდი. მეუღლესთან ერთად დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რასაც პასტორთან ვხედავდი. ცოლთან ვლაპარაკობ, მაგრამ ის ხმას საერთოდ არ იღებს. ველაპარაკე ახლო მეგობრებსაც. ერთ საღამოს 6 თვის შემდეგ იმ ოჯახმა დაგვპატიჟა. ისინი აღმასრულებელი გუნდის წევრები იყვნენ. ჩემი პასტორი ალბათ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი მქადაგებელი იყო. სრული 6 თვის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ გამიგია ნაქადაგებიდან. ლიზას სულ ამას ვეუბნებოდი, ვერ ვიკვებები, ეკლესიაში ვერ ვიკვებები. ამრიგად 6 თვის შემდეგ იმ წყვილთან სადილად მივდივართ, რომლებიც აღმასრულებელი გუნდის წევრები იყვნენ. ასე ვთქვი, მეგობრებო, რაღაც ეკლესიაში ვეღარ ვიკვებები. მათაც იგივე მიპასუხეს, ვერც ჩვენ ვიკვებებით. ასე ვთქვათ, სულიერი საუბარი გქონდა. არ ვიცი რა სული იყო იქ, მაგრამ ნამდვილად სულიერი საუბარი გახლდათ. ყველანი ვიძახდით, ღმერთო, ვერაფერს ვიღებთ ქადაგებიდან. მხოლოდ ლიზა იჯდა უჩუმრად. ყველამ, ვინც იქ ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დრო დასრულდა ამ ეკლესიაში. ღმერთმა საშუალება მოგცა, რომ ვაზზე გავმხმარიყავით, რადგან ამ ოაზისის დატოვების შემდეგ ის არ მოგვენატრებოდა და არც უკან დაუბრუნდებოდით. ბოლო მოუღეთ მას და მივალურსმეთ. ამრიგად 2 დღის შემდეგ ვლოცულობდი. შემიძლია თვალები დაუხუჭო და გავიხსენო, სად ვიყავი იმ დღეს. რადგან ღვთისნათქვამი არასოდეს დამავიწყდება. ვლოცულობდა სულიწმინდა მელაპარაკება. პრობლემა შენს პასტორში კი არა შენშია. გაკვირვებისგან შევძახე რა? შვილო, გამუდმებით იმეორებდი, რომ კვება გაკლდა. რას ამბობს ესაიას 1:19? თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლად შეჭამთ. აი რაშია პრობლემა? უფალო, მე ხომ მორჩილი ვარ, ვაკეთებ ყველაფერს, რასაც პასტორი მავალებს. შვილო, მე არ მithქვამს თუ მორჩილი იქნები მიწის დოვლად შეჭამ მეთქი. თუ მოინდომებთ, მონდომება დამოკიდებულებას ეხება, ხოლო შესმენა მოქმედებას. შენი დამოკიდებულება ყარს. წარმოგიდგენთ Messenger X. ყველა სიახლის, რესურსების ჩამოსატვირთი და ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა. ეს გახლავთ სრულიად ციფრული ბიბლიოთეკა. დამოწაფების რესურსები ჯონ და ლიზა ბევირებისგან, ვიდეო სწავლებების, აუდიო წიგნების, ელექტრონული წიგნების, მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ბიბლიებისა და მრავალი სხვა რამის წარდგენა. შესაძლებელია ამ ახალი პლატფორმის გამოყენება ყველა ციფრულ მოწყობილობაზე. ეს სრულიად უფასოა და ხელმისაწვდომია 130-ზე მეტ ენაზე. დამოწაფება ყველასთვის და ყველგან. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ან იხილეთ გვერდი messengerx.com. მან შემახსენა ჩემი ბავშვობა, მოზარდობა და ჩემი საყვარელი გადაცემა. ახლა კი ნამდვილად გაიგებთ ჩემ ასაკს. ეს იყო გადაცემა ბარეტა. ლაპარაკი იყო ნიუ-ჯერსიში, ნიუ-იორკის დეტექტივსა და ჩიტზე, რომელსაც ფრედი ერქვა, საკმაოდ სასაცილო გახლდათ. მას რობერტ ბლეიკი ერქვა და მსახიობი იყო. ყოველ ოთხშაბათს საღამოს უყურებდი. 9 საათზე იწყებოდა და 10-ზე მთავრდებოდა. ეს დრო კი ბევირების სახლებულისთვის ძილის დრო იყო. 6 შვილიდან ერთადერთი ბიჭი ვიყავი და გამოიცანით ვის უწევდა ნაგვის გადაყრა? მე. ამრიგად 5 შაბათს დილას მე ნაგვე მოვიდოდა ჩვენს გაღვიძებამდე. ისინი ასე ადრე იწყებდნენ მუშაობას. ჩემი მოვალეობა იყო ნაგვის კონტეინერის ქუჩამდე მიტანა. თითქმის ზებუნებრივი რამ მოხდა.
დედა ზუსტად მაშინ შემოვიდა, როცა ტელევიზორში კულმინაციურ მომენტს უყურებდი. ბარეტას დამნაშავე უნდა დაეჭირა. დედამ შემომხედა და მითხრა: "შვილო, ნაგავი ჯერ კიდევ არ გაგიტანია გზის პირზე?" მე უპასუხე: "არა, დედა." მან მითხრა: "ახლა მინდა რომ წახვიდე და გადაყარო." დიახ, დედა, შემდეგ ვიღებ ნაგავს და თრევით გამაქვს. მორჩილი ვიყავი. გარეგნულად მორჩილი და კარგი დამოკიდებულების მქონე გეგონებოდით, მაგრამ შიგნით ვბუზღუნებდი. არ მჯერა რომ არ შეეძლო გადაცემის დასრულებამდე დაცდა. ზუსტად ის მთავარი სცენა გამოვტოვე. ამრიგად უფალმა მითხრა: "შენც იგივე საკეთებ ეკლესიაში ახლა." იქვე მოვინანიე. მომდევნო კვირა-დღეს იგივე პასტორი ქადაგებდა იგივე სერიის სიტყვას და მეც იგივეს გამზე ვიჯექი, თუმცა ზეცა გაიხსნა. იცით რა გავაკეთე? 40 წუთი ვტიროდი. სანამ ჩემი პასტორი ქადაგებდა. ვიფიქრე თუ რამდენი რამ დავკარგე იმ 6 თვის მანძილზე ჩემი დამოკიდებულების გამო. ჩვენმა გუნდმა ერთი ვიდეო შექმნა, რომელიც მართლაც საოცარია. მას ეწოდება სიმართლე რომ გითხრათ. ვფიქრობ ის ამ საკითხს ძალიან კარგად აშუქებს. უყურეთ. მაშასე, ეს მოწყობილობა ჩემს აზრებს იჭერს და თქვენს ყურსასმენებში გადმოაქვს. გასაგებია? ყველამ გაიკეთეთ ყურსასმენები. ძალიან კარგი, უყურეთ ამას. მეგობრებო, გესმით ჩემი ხმა? ახლა ჩემს აზრებს რეალურ დროში ისმენთ. მაგარია, ფანტასტიკურია. ო, მაგარია. აჰა. ვიცი, მისტერ ენტონ, სცადეთ? კარგი, ახლავე. თუ კვარტლურ მაჩვენებლებს ვერ დააკმაყოფილებთ, ყველას დაგითხოვთ. მაშასე, ამ მოწყობილობის ძლიერი მხარე ის გახლავთ, რომ აზრებით ელექტრონული წერილის გაგზავნა შეგიძლიათ. კარგი, წარმოიდგინეთ, რომ პროექტში ხართ ჩაფლული. გამარჯობა, მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ფრენკ. გამარჯობა, ფრენკ. ბოდიშით რო დავაგვიანე, ძალიან მწუხვარ. არა უშავს, კარგი ხარ. ჩელს, მომწონს ეგ თმა. ბიჭებო, ერთი წუთით მოიცადეთ. დრო უნდა ვიხელთო და ამ ბიჭით დავიტრაბახო. ფრენკმა, როგორც ყველა მიცით, კვარტალური გაყიდვების რიცხვი მოხსნა. კარგად უმუშავია. სერიოზულად გეუბნებით, რომ ამ ბიჭს ჩემს შვილებსაც მივანდობდი. იცით სერ, ყველამ ვიცით, რომ ეს თქვენ საოცარ ხელმძღვანელობას უნდა მივაწეროთ და რა თქმა უნდა თქვენი ბავშვები ყოველთვის მეყვარება. ეს ბავშვები ძალიან თავხედები არიან. ფრენკ, შენ სინამდვილეში, ერთი წუთით მოიცადეთ. ფრენკ, რა სიტყვი იმ კვარტალურ პროექტზე, რომელიც გადმოგეცი, როგორ მიდის საქმე? შესანიშნავად, სინამდვილეში იცით, თავდაპირველად ნება მომეცით გითხრათ, რამ ხელა პატივია სერ, რომ ასე მენდეთ. მორიგი დროის ფუჭად ფლანგვა ყველა იმ პროექტის მსგავსად, რომლებზეც მუშაობა დამავალეთ. მართლა? დიახ. ეს დღის საუკეთესო შეკრებაა. ფრენკ, ეს ყველას გვესმის. დიახ, რასაკვირველია, ვგულისხმობდი. ვერ ხედავ, რომ მისტერ ენტონის ველაპარაკები და ვერ ხვდები, რომ თმასთან დაკავშირებით ზოგჯერ რაღაც ახალი უნდა მოიფიქრო. ვგულისხმობ, რომ ჩიტის ბუდეს ჰგავს. როგორი ჭეშმარიტებაა, ფრენკ? მოიცა. არა, ჩელსი, მოიცადე. რა ჭირს ამას? ამრიგად იმის თქმა მინდოდა, რომ ეს მოწყობილობა ეს არის შენი დიდი პრეზენტაცია, რომელზეც მთელი კვირა მუშაობდი. ძმაო, აღტაცებული ვარ, რომ შენგან ამას ვისმენ. მადლობა. აბსოლუტურად. რატომ იგონებ ხოლმე ამ სულელურ რაღაცებს? ნუ თუ მართლა ფიქრობ, რომ ასეთი ნაგვის გროვა დაგაწინაურებს. ხა მაგრად დაგარტყავ. კარგი მეგობრებო, ვფიქრობ დღეისთვის გვეყოფა. ფრენკ, დარწმუნებული ხარ, რომ პროექტი მზად გვექნება მომდევნო კვირის ბოლოსთვის? სრულიად. ერთი სული მაქვს, სანამ დავასრულებ. ისემ შენ რა გითხარი, პენსიონერო მოხუცო. ყველამ ვიცით, რომ ამ კომპანიის მართვა შენზე გაცილებით უკეთ შემიძლია. ფრენკ, მეცოდე. ახლა კი მართლა დაასრულა. მაშასე, ტომ. ეს რა საგანია, ძმაო? ეს არის მოწყობილობა, რომელიც შენ აზრებს იჭერს და გადასცემს ყველას, ვინც შენ სირგლივ არის. ყველას. ესე იგი, ეს არის მოწყობილობა, რომელიც ჩემს აზრებს გადასცემს? ეს არის? ახლა მწუთას? ეს ჩართულია? მთელი ეს დრო ჩართული იყო? არის? დიახ, ჩართული იყო დიდი ხანია. იცით მეგობრებო, დარწმუნებული არ ვარ, რომ თქვენს მიერ გაგონილი. დიახ?
გათავისუფლებული ხარ. დიახ, გასაგებია. მოგვიანებით გნახავ ტომ. ან შეიძლება არც. კარგად, ფრენკ. აბა, კარგად. კარგი მეგობრებო, საკმაოდ კარგი იყო. თვალსაჩინოდ წარმოადგენს განსახილველ საკითხს. ამრიგად, შესაძლებელია მორჩილი იყოთ, მაგრამ არც ექვემდებარებოდეთ და არც გსურდეთ ამის გაკეთება. იცით, რომ შესაძლებელია უსმენდეთ და არ ემორჩილებოდეთ. მოусმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ. შესაძლოა უსმენდეთ, რადგან გახსოვთ, რომ დაქვემდებარება თქვენს დამოკიდებულებას უკავშირდება, ხოლო მორჩილება მოქმედებას. გაიხსენეთ იესოს იგავი ორ ძეზე, რას ამბობს პირველ ძეზე? რა საკვირველია, წავალ შენს ყანაში სამუშაოდ, მაგრამ არ წავიდა. მეორე შვილი ამბობს, არა, თუმცა მოგვიანებით მიდის. იესომ თქვა, რომელმა შეასრულა მამისნება, პირველმა კი, მეორემ არა. აი საქმე რაშია. უნდა ვიყოთ მომსმენი და მორჩილნი. მოსმენა, როცა ღმერთი ამ საკითხს ელაპარაკობს, ხედულობაში აქვს გულის მდგომარეობა. მორჩილებაში ბიბლია ჩვენს მოქმედებებს გულისხმობს. მას სად უნდა გავავლოთ ზღვარი? აი ეს კი მართლა საინტერესოა. არის თუ არა მორჩილება უპირობო? ისევ მინდა გავიმეორო კითხვა. არის თუ არა მორჩილება უპირობო? პასუხია არა. მხოლოდ ერთხელ და იმ ერთ შემთხვევაზე ვლაპარაკობ, როცა ბიბლია გვეუბნება, რომ ხელისუფლებას არ უნდა დავემორჩილოთ. ეს მაშინ ხდება, როცა ხელისუფლება ამ წიგნში ჩაწერილი საპირისპიროდ მოქმედებისკენ მოგვიწოდებს, როცა ის ცოდვის ჩადენას გთხოვს. თუ გადახედავთ შადრაკსა, მეშაკსა და ყაბედნეგოს, ვნახავთ, რომ ისინი ბაბილონში აღმოჩნდნენ. ნაბუქოდონოსორი მეფეა, რომელსაც ღმერთმა ჩემი მსახური უწოდა. იერემიას 25 თავის მე-9 მუხლში და 27 თავში. ეს ადამიანი იმდენად ეურჩებოდა ღმერთს, რომ ერთხელაც ველური ხარივით ბალახის ჭამა მოუხდა, თუმცა ღმერთმა მას თავისი მსახური უწოდა, რადგან ძალაუფლება ნაბუქოდონოსორს მისცა. ამრიგად, იგი ქანდაკებას დგამს და ამბობს, როგორც კი საკრავების ხმას გაიგონებთ, პირქვე უნდა დაემხოთ და თაყვანისცეთ. ეს ბრძანება მეორე მცნებას ეწინააღმდეგება, ამრიგად საკრავები ახმიანდნენ და ყველა მიწაზე დაემხო შადრაქის, მეშაკისა და ყაბედნეგოს გარდა. ისინი დგანან და თაყვანისცემას არ ფიქრობენ. შადრაქი, მეშაკი და ყაბედნეგო მეფის წინაშე წარადგინეს. მინდა ყურადღება მიაქციოთ ამ ნათქვამს. დააკვირდით მათ პასუხს. თუ გახურებულ ღუმელში ჩაგვყრიან, რადგან ასეთი იყო კერპის თაყვანისცემის უგულებელყოფის სასჯელი. ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას. ის თქვენი ძალაუფლებისგანაც დაგვიხსნას თქვენ უდიდებულესობავ, მაგრამ ესეც რომ არ მოხდეს. დაეცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს. მათ არ უთქვამთ შეძაღლო, რა გონია რისთვის ატარებ გვირგვინს? შესაზიზღარო, არ დაგემორჩილებით. არავითარ შემთხვევაში. ისინი მის ბრძანებას არ დაემორჩილნენ, მაგრამ დაქვემდებარებული მდგომარეობა შეინარჩუნეს. ამრიგად ბიბლია ხელისუფლების მიმართ უპირობო დაქვემდებარებას გვასწავლის, მაგრამ მორჩილება არ არის უპირობო. ფაქტობრივად აირის თქმა მინდა. ამას ოჯახის თვალსაზრისით გადავხედოთ. შეგვიძლია სწრაფად გავიაროთ. საერთოდ კი, ოჯახის შესახებ მომდევნო გაკვეთილზე ვისაუბრებ. ასევე თქვენ ცოლებო დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს. ხედავთ ამას? რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით. თუ ქმარი ღვთის სიტყვას არ ემორჩილება, ვინ იქნება დაზარალებული? რა თქმა უნდა, ცოლი. მათ ცუდად მოექცევიან, მაგრამ ნახეთ რას ამბობს პეტრე. უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით. იხილავენ რა თქვენს სუფთა და მოშიშ ქცევას. თქვენ დაქვემდებარებულ გულს. უნდა დაემორჩილოს თუ არა ცოლი ქმარს, როცა მას ცოდვისკენ უბიძგებენ? არა. თუ მობილური რეკავს, სიტყვაზე ქმრის მობილური რეკავს. ქალი გადაწყვეტება ტელეფონს და იღებს, ის ამბობს ძვირფასო, უფროსი გირეკავს. ქმარი სთხოვს, უთხარი მას რომ სახლში არ ვარ. ქალი განაგრძობს, ძვირფასო მიყვარხარ. მეტყვი შენს უფროს, რომ ახლა მასთან ლაპარაკი არ გინდა ან არ შეგიძლია. ის დაქვემდებარებულ გულს ინარჩუნებს. ის არ შეურაცხყოფს, აუტანელი ხარ. ნეტარისთვის გამოყევი. ქალი ამბობს, ტკბილო, შენს ნათქვამს ვერ დავემორჩილები, რადგან ეს ცოდვაა. ამრიგად ის დაქვემდებარებულ მდგომარეობას ინარჩუნებს, მაგრამ არ ემორჩილება. ქმარი ცოლს ეუბნება, შენ ეკლესიაში აღარ წახვალ. ცოლი პასუხობს, ძვირფასო, შენი საჭმელი გასქურაზეა. ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ღმერთმა გითხრა, რომ ჩვენი შესაკრებელი არ უნდა მივატოვოთ. მე და ბავშვები ეკლესიაში მივდივართ. ამას ქალი დაქვემდებარებული დამოკიდებულებით აკეთებს, რადგან ბიბლია უპირობო დაქვემდებარებას გვასწავლის და ეს დამოკიდებულებას ეხება. თუმცა ქმრი
ღვრის მითითებას არ ემორჩილება. ფაქტობრივად ნებამომეცით რაღაც გითხრათ. წერილი გვაჩვენებს, რომ ღმერთი ადამიანებს აკურთხებს, როცა არ ემორჩილებიან ცოდვის ჩადენის მითითებას. თუ გადახედავთ ბებია ქალებს, ფარაონი მათ ეუბნება, მოკალით ვაჟები. მათ ეს არ გააკეთეს და ნახეთ რა მოხდა. ღვთისმოშიშნი იყვნენ ბებია ქალები და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას. რატომ? იმიტომ რომ მეფე მათ ბავშვების დახოცვას სთხოვდა. ცოცხლად ტოვებდნენ ახალშობილ ვაჟებს. და რა კი ღვთისმოშიშნი იყვნენ ბებია ქალები, ღმერთმაც ააშენა მათი სახლეული. ხედავთ, მათ კურთხევა მიიღეს. გაიხსენეთ პავლე, როცა მღვდელმთავარს შეთეთრებულ კედელს უწოდებს. სანამ ამას ვიზამდეთ, ცოტა უკან დავიხიოთ. სადაც პეტრე და ივანე ჩანან. ადამიანთა იგივე ჯგუფი პეტრესა და ივანეს ეუბნება, არასოდეს იქადაგოთ ან ასწავლოთ იესო ქრისტეს სახელით. იცით, ეს ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება. იესომ თქვა, წადით და უქადაგეთ მთელ ქვეყნიერებას. ნახეთ რა უპასუხეს პეტრემ და ივანემ. მაგრამ მიუგეს პეტრემ და ივანემ და უთხრეს მათ, თვითონ განსაჯეთ, განამართებული იქნება ღვთის წინაშე თქვენ უფრო მოგისმინოთ ვიდრე ღმერთს. იცით რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ? დიდი ძალით. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა დამორჩილებაზე უარი თქვეს. მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას. ღმერთმა ისინი აკურთხა, რადგან ცოდვის მითითებას არ დაემორჩილნენ. თუ გსურთ დაქვემდებარებულ დამოკიდებულებას დააკვირდეთ, პავლეს გადახედეთ. ის მღვდელმთავარს შეთეთრებულ სამარხს უწოდებს. მას სახეში გაარტყეს, როცა მღვდელმთავარს ასე მიმართა. პავლე პასუხობს: მაპატიეთ ძმებო. არ ვიცოდი ეგ თუ მღვდელმთავარი იყო. ვინაიდან დაწერილია შენი ხალხის მთავარზე აუხსნუ იტყვი. ხედავთ, რომ მოწაფეებს ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ მათი ბრძანებების დამორჩილებას არ აპირებდნენ. გაიხსენეთ, რომ ფარისევლები არა მარტო სულიერი წინამძღოლები იყვნენ, არამედ ისრაელის პოლიტიკურ ლიდერებსაც წარმოადგენდნენ. რომმა დაპყრობილ ერებს თვითმმართველობის უფლება მისცა. პავლესა და მოციქულებს ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეასრულებდნენ ბრძანებებს, სადაც ცოდვის ჩადენას ან იესოს სიტყვის ურჩობას მოსთხოვდნენ. პავლე ბოდიშს იხდის, ვწუხვა რომ ასე მოგმართეთ. მან შეინარჩუნა დაქვემდებარებული დამოკიდებულება და პატივისცემა ანანიას მიმართ. ამრიგად, კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ვიმედოვნებ უკვე აღარ გეშინიათ ამ თემის მოსმენის. ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ძალაუფლებას. ახლა ვაცნობიერებთ, რომ ღმერთი არასოდეს მოგვიწოდებს იმ ხელისუფლების მორჩილებისკენ, რომელიც ცოდვის ჩადენას და მისი სიტყვის ურჩობას გთხოვს. არსებობს უზენაესი ძალაუფლება, სწორედ ამის ხაზგასმა ხდება. მინდა რომ ეს იყოს გამოკვეთილი ამ გაკვეთილზე. ამაზე ყურადღებას გავამახვილებ ყოველ მომდევნო გაკვეთილზე. თანდათან გვაცნობიერებთ, რაში მდგომარეობს კურთხევა, უზრუნველყოფა და მოსვენება, რომელიც ღმერთის ძალაუფლების მორჩილებას მოყვება. იქნება ეს პირდაპირი თუ გადაცემული. მომდევნო სამ გაკვეთილზე მეც სიღრმეებს განვიხილავთ. წარმოგიდგენთ Messenger X. ყველა სიახლის, რესურსების ჩამოსატვირთი და ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა. ეს გახლავთ სრულიად ციფრული ბიბლიოთეკა. დამოწაფების რესურსები ჯონ და ლიზა ბევირებისგან, ვიდეო სწავლებების, აუდიო წიგნების, ელექტრონული წიგნების, მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ბიბლიებისა და მრავალი სხვა რამის წარდგენა. შესაძლებელია ამ ახალი პლატფორმის გამოყენება ყველა ციფრულ მოწყობილობაზე. ეს სრულიად უფასოა და ხელმისაწვდომია 130-ზე მეტ ენაზე. დამოწაფება ყველასთვის და ყველგან. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ან იხილეთ გვერდი messenger.x.com.